ნოლანის ოდისეა არის გაქრისტიანებული ოდისეა. ოდისეუსთან ისაა, რომ სტრატეგოსია და პირველ რიგში ისაა, რომ ძლიერია. მაგალითად, რომ რამდენი სხვადასხვა ოდისეაც იქნება, იმდენი სხვადასხვა ოდისეუსი უნდა იყოს. რატო გადაწყვიტა რომ ამოიღო გამოვი? აი, რა ვერ ჩასვა? აი, ახლა სცენა. და რა შეიძლება ლუპიტა ნიონგოს შავკანიანო, ელენე მშვენიერის შავკანიანოს. პირადი ინტერესი არავის არ აქვს ტროას აღებასთან. მათ შორის არც ოდისევს. საბა არის თუ არა ეს ის ფილმი, რომელიც ხალხს გაუჩენს ინტერესს ჰომეროსის და ოდისეას მიმართ. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს როგორც ხედავთ, ცოტა განსხვავებული ფორმატით გიბრუნდებით, როგორც დაგიანონსეთ, სიურპრიზი გელოდებათ მეთქი, აი ამას გულისხმობდი. დღეს გვიმასპინძლა ერთ-ერთმა პოდკასტის სტუდიამ, დაფნე პოდკასტმა, რომელიც მდებარეობს საბურთალოზე, იოსებიძის 69 ნომერში. შეგიძლიათ მოხვიდეთ, დაჯავშნოთ სივრცეები და ჩაწეროთ თქვენთვის სასურველი ლექციები, პოდკასტები, კურსები და ასე შემდეგ. დღევანდელი ვიდეო განსაკუთრებული იქნება არა მარტო იმით, რომ საუბრობთ ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ფილმზე და იმ ფილმზე, რომელსაც ველოდები უკვე დაახლოებით 7 თვეა. ამის გარდა ჩვენი დღევანდელი ვიდეო არ იქნება მონოლოგის ფორმატი, გვექნება დიალოგი და გვექნება დიალოგი ერთ-ერთ ჩემთვის ახალ აღმოჩენილ კინომცოდნესთან, საბა ოსანაძესთან, რომელსაც აქვს თავისი YouTube არხი, მეთოდი, რომლის ლინკსაც აუცილებლად აღწერაში დაგიტოვებთ. ამიტომაც დღეს კარგად მოემზადეთ, კარგად მოგალათდით, მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი აუცილებლად და დავიწყოთ. დღეს ვსაუბრობთ კრისტოფერ ნოლანის ოდისეაზე. კაი, მოდი საბა თავიდან გითხარი, ესეთი მოკლე გავაკეთოთ დასაწყისი, ესე ვთქვათ, შესავალი. ნოლანის ფილმებზე გითხარი 1-2 სიტყვა. რატომ არის ეს ფილმი განსაკუთრებით ის ფილმი, რომელიც ნოლანს უნდა გადაეღო აუცილებლად და ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე თავიდანვე, რომ ადრე თუ გვიან ნოლანი მივიდოდა ოდისეამდე და რაღაც გზა ჭირდებოდა იმისთვის, რომ ამ ოდისეამდე მისულიყო და ეხლა პატარა რევიზია რო გავაკეთოთ ნოლანის შემოქმედების და რატომ არის მისთვის განსაკუთრებული ეს ფილმი. მე მგონია, რომ ძალიან პერსონალიზებული ფილმია ნოლანისთვის ოდისეა და რატომ არის მისთვის განსაკუთრებული 1-2 სიტყვით გითხარი. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის და ამ საუბრისთვის, რომ გაუმართეთ, კი არა, რომ უნდა გაუმართოთ ეს საუბარი და ნოლანს რაც შეეხება თანამედროვე კინემატოგრაფში ზოგადად მასობრივი ნოლანის როლი რა არის, ხო, თანამედროვე კინემატოგრაფში ეს არის შექმნას მასობრივი კინო, რომელიც ამავდროულად არის კომერციული, ამავდროულად არის ბლოკბასტერი და თან არის საავტორო. ნოლანი ფაქტობრივად შეიძლება ითქვას დიდი რეჟისორებიდან, კომერციული box office რეჟისორებიდან ერთადერთია, ვინც ამას აკეთებს რა. და ამასთან ერთად ნოლანი მუშაობს კინემატოგრაფიულ ხერხებთან, რომელიც რეალურად ეხმიანება ოდისეას, ხო? ეს არის პირველ რიგში, ეს არის დრო და ეს არის არახაზობრივი თხრობა. რაც ჰომეროსთან გვაქვს. ჰომეროსთან ოდისეაში გვაქვს. და საინტერესოა, რომ ნოლანს თავის დროზე ტროა უნდა გადაიღო. კი ბატონო. ილიადა. კი ბატონო. და ილიადა საერთოდ არ არის რეალურად ნოლანისთვის შესაფერისი. აი რატო არ არის ეგეთ რო ვიტყვი, რატო არ გადაიღებდა ნოლანი ტროას და გადაიღო ოდისეა? იმიტომ რომ ახლა მე ვიტყვი, რომ იმიტომ რომ ომზეა ფილმი, მაგრამ ხალხი აიხსენებს დიუნკერკს. დიუნკერკი თად ომზე არ არის, ომის უკუ ეფექტზე არის, ომის ეპიზოდურ მომენტზეა და ილიადა არის აი ომი, ბატალური ომი, სისხლის ხრა, დაპირისპირება ეს ყველაფერი რა. ნოლანის ხელწერა არ არის ეს. ანუ მასობრივი საბრძოლო სცენების გადაღება, როგორც არის ტროაში და ძალიან ბევრი მასობრივი ბრძოლის ელემენტია. თავიდან ბოლომდე ეგ არის. ანუ მაგას ეგ არ იყო ნოლანის სტილი და მაგიტო თქვა უარი დაახლოებით. უარი კონკრეტულად ახლა რატო თქვა, არ ვიცი, არც მას უთქვამს კონკრეტულად უარი, მაგრამ მე მგონია, რომ უბრალოდ ნოლანის შესაფერისი ისტორია ილიადა არ არის, ოდისეა უფრო. რო გავითვალისწინოთ მის მთლიანი კინემატოგრაფი, კაცო, იქნება ეს მემენტო, იქნება ეს ინტერსტელარი, ყველაფერი არის მუშაობა თხრობასთან, არახაზობრივ თხრობასთან. მემენტოში დრო წინ მიდის და პარალელურად დრო უკან მიდის. ინტერსტელარში დრო ხან წინ მიდის, ხან უკან მიდის, ხან ჩქარდება, ხან ნელდება, ხან ეს მთელი ეს პრესტიჟში, ხო, პრესტიჟში თუნდაც სხვა ფილმები რო გავიხსენოთ, ოპენჰაიმერშიც არ არის, მანდა მაინც პირდაპირ ხაზობრივით ხო პარალელური სიუჟეტია, მანდა ხო სასამართლოს სცენები ცალკეა, ოპენჰაიმერის ისტორია, პირადი ისტორია ცალკეა ეს ამბები, ხო? შესაბამისად
ნოლანი რეალურად შექმნილი იყო იმისთვის, ნოლანის კინო, ნოლანი როგორც რეჟისორი განწირული იყო იმისთვის, რომ გადაიღო ოდისეა, იმიტომ რომ ეგ ისტორია მისი ზედმეტად ნოლანს ერგება და ნოლანზე შესაბამისი რეჟისორი, ჰოლივუდის დიდი box office რეჟისორებიდან არც ერთი არა, ვინც ოდისეას გადაიღებს. კი ბატონო. და უცნაურია ის, რომ ოდისეას მან და მაინც ეგეთი ხშირი ეკრანიზაციები არ აქვს. მაგრამ აქვს რაღაცეები, ხო? ანუ ახლა ოდისეა ისეთი ისტორიაა, რაც არ უნდა სხვაგანაირი გადაიღო, მაინც ეგ ისტორია გამოდის, იმიტომ რომ სახლში დაბრუნების და მოდი ეგეც ვთქვათ, რომ ნოლანისთვის რატოა მნიშვნელოვანი ეგ სახლში დაბრუნების მომენტი სხვა ფილმებთან რო ავიღოთ პარალელები. ნუ იმიტომ რომ ხო ინტერსტელარია, ინსეფშენია, სადაც სიზმრიდან ბრუნდება ადამიანი რეალობაში. თემა საერთოდ ინტერსტელარში მეთ დეიმონი ყავს, რომელიც დაკარგულია დაბრუნება უნდა, კი ბატონო. მეთ დეიმონი საერთოდ უცნაური ფიგურაა რეალურად. მეთ დეიმონი ცალკე შექმნილია ალბათ ოდისევსი რო ითამაშოს, იმიტომ რომ თამაშობ ჯეისონ ბორნს, რომელსაც იდენტობა არ აქვს, რეალურად დაკარგული ტიპია, ოდისევსიც ეპიზოდებში ეგეთი ტიპია, იქნება იქ ნაუსიკაიასთან ან ციკლოპთან, მისი ვინაობის პრობლემა, ვინაობის დამალვის პრობლემა ოდისეაში ხშირად ჩნდება. არის დასასრულში განსაკუთრებით და კი. მეთ დეიმონი Saving Private Ryan-ში თამაშობს, სადაც. კი ბატონო. მანდაც დაახლოებით სამშობლოში უნდა დაბრუნება კაცს, ხო? ფილმის ბოლოს ჩანს მართალია, მაგრამ მასზეა სიუჟეტი თავიდან ბოლომდე. იგივე ინტერსტელარში როგორც თქვით. კი ბატონო. ამიტომ ყველაფერი აქ ნოლანთან ოდისეაში შეგვიძლია დავიწუნოთ კასტი, შეგვიძლია გემოვნების ამბავში. სუბიექტურია. კი. ყველაფერი პირადად რო ვთქვა რა, მეთ დეიმონიც, ზენდაიაც, რობერტ პეტინსონიც, თუნდაც ლუპიტა ნიონგო კარგი იყო. პირდაპირ ვიძახი მაგას რა არ ვიცი ვის რა წარმოდგენები ქონდა ფილმზე ვის რა პრობლემა ქონდა კასტზე სანამ ფილმი არ ვნახე მანამდე არც ერთ მსახიობზე არ მithქვამს დაწყებული ელიოტ პეიჯიდან დამთავრებული ნებისმიერ სხვა მსახიობზე რომ ეს მსახიობი იქნება ცუდი რომ გამოვიდა ფილმი რომ მივედი კინოში და მთელი 3 საათის განმავლობაში ვნახე რაც უნდა მენახა აი მაგის მერე გამოვედი და ვთქვი რომ სამსახიობო კასტი იყო კარგი ამიტომ ეგ გაკვეთილიც გვასწავლა მე მგონი ნოლანმა ამ ფილმით რომ 2 წუთიანი ტრეილერით არ უნდა განსაზღვროთ ადამიანის 12 წლიანი შემოქმედება რა ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ აი ბოდი შაბას ჩაგეჭედი არაფერი გასულა ტრეილერს რა შეეხება ხო აი მაგაზეც მინდა აუცილებლად სანამ ფილმს ჩავშლით რომ ტრეილერიც რამოდენიმე სიტყვა ვთქვათ იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ ნოლანმა თქვა რომ მომზადებული ვიყავი ამ ტრეილერის კრიტიკისთვისო ბეტმენიდან დაწყებული როცა ჰით ლეჯერი დაამტკიცა ჯოკერის როლზე და ხალხმა არ ვიცი პირდაპირ მნიშვნელობით გადაუარეს ამ ჰით ლეჯერის ჯოკერს და ბოლოს აღმოჩნდა რომ თურმე საუკეთესო ჯოკერი ყოფილა ჰით ლეჯერი აი ეს ამან მომცაო მსაობა იმისათვის რომ მზად ყოფილიყავი აი ამ ფიდბექისთვის უარყოფითისთვისო და მოდი გითხარი ტრეილერზე შე როგორი რეაქცია ქონდა რომ ნახე პირველად ოდისეას ტრეილერი მე ტრეილერებზე ცოტა ისე ვარ არ ვაფასებ ფილმს ტრეილერით იმიტომ კი არა რომ ტრეილერში ძალიან ცოტა რაღაც ჩანს თავისთავად ცოტა რაღაც გამოჩნდება და მაგიტო ფილმს ვერ შევაფასებთ არა უბრალოდ ფილმს იღებს რეჟისორი კი ბატონო გადამღები ჯგუფი ტრეილერს იღებს მარკეტინგი ვინც უნდა გაყიდოს ფილმი ხო ანუ საერთოდ ტრეილერის რეჟისორი არ იყო ნოლანი ანუ ტრეილერის ედიტორი არ იყო ნოლანი ანუ უბრალოდ ორი სხვადასხვა რაღაცა ფილმი და ტრეილერი თავის არსში ფილმი არის მხატვრული ნაწარმოები ტრეილერი არის სულთა მარკეტინგული ნაწარმოები რა პიარისთვის შექმნილი მოდი გავიხსენოთ მარველს როგორ ჩვევია ხოლმე ტრეილერების შეფუთვა აი რას აკეთებს ტრეილერებით გიდებს აბსოლუტურად სხვა სიუჟეტს გიქმნის საერთოდ სხვა წარმოდგენას და ბოლოს ფილმი გამოდის და არის თურმე კადრებსაც კიცვლიან იმდენად მომართულები არიან რომ მარკეტინგულად ხალხს გონება აურიონ რა და სხვანაირად აფიქრებინონ. ამიტომაც ტრეილერით ფილმის განსაზღვრა მე მგონია რომ მით უმეტეს ნოლანთან ძალიან არ არის სწორი და არ არის ის საბოლოოდ ვერ გადიხარ იმ შედეგს ვერ იღებ იმ შედეგს რაც გონია რომ უნდა მიიღო რა. კასტს რაც შეეხება ერთის მხრივ ხო შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს ძალიან პოლიტკორექტული კასტია ხო ყავს ტრანსგენდერის რეპრეზენტაცია ელიოტ პეიჯი კი ბატონო შავკანიანის რეპრეზენტაცია ლუპიტა ნიონგო რომელიც კლიტემნესტრასაც თამაშობს ელენე მშვენიერსაც თამაშობს მეორეს მხრივ პროექტი არის 250 მილიონიანი ამ პროექტმა რომ გაამართლოს
ხონდა თავისი ღირებულება ხონდა ამოიღოს 250 მილიონი. კი ბატონო. და ზემოდან კიდე ხო გასამაგოს უნდა. ეხა 150-ზე. ხო, იმიტომ რომ რაღაც ნაწილი კინოთეატრებს მიწის, რაღაც ნაწილი რა. მე მგონი საკმაოდ დიდი. 50%. თუ არ მეშლება, თუ მეშლება, კომენტარებში დავწერ. ანუ ფილმი ამოღებულად რომ ჩაიცვალოს, არ არის მარტო 250 მილიონს ამოღება, საჭირო უფრო მეტი უნდა წავიდეს მოგებაზე, რომ თქვათ, რომ ფილმი წარმატებული იყო გაყიდვების თვალსაზრისით. აჰა, 250 მილიონი თუ ღირს 500 მილიონი თუ გააკეთა, იქ მოგება არ არის რეალურად. მოგება არ არის სტუდიისთვის. კი ბატონო. იმიტომ რომ მიდის ფული კინოთეატრებში. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებამ კასტის ასეთმა გადაწყვეტილებამ გაუფუჭა ხო რეალურად მარკეტინგი. კი ბატონო. ფილმს. ანუ გამოდის რომ ნოლანისთვის ეს გადაწყვეტილება სარისკო იყო. ეს არ იყო ის რომ მოერგოს კონკრეტულ მოცემულობას, ხო? კი ბატონო. ეს უფრო იყო შეიძლება ვთქვათ, რომ კი რეჟისორების გილდიის დირექტორია და რაღაცა პოლიტკორექტურის დაცვა, რაღაც კონკრეტული კვოტის შევსება უწევს, ხო? კი ბატონო. მაგრამ მეორეს მხრივ, ნუ კაი, არ გინდა ოდისეაში გონია რომ არ უნდა იყოს შავკანიანი, იმიტომ რომ ბერძნები არ იყვნენ შავკანიანი. ელენე მშვენიერი ვერ იქნებოდა შავკანიანი. ხო, აქ არგუმენტი ეგ იყო, რომ ჰომეროს აქვს აღწერილი ოდისეაში, იცით ალბათ უკვე ყველამ, რომ ჰელენი არის სოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი, თქვა თავიდანვე ჰომეროსმა და მაგის ვინც კი გადაიღებდა მომავალში ეკრანიზაციას, ყველა მიცოდა, რომ მსახიობი, რომელსაც ჰელენი ითამაშებდა, ის ჰელენიც ითამაშებდა მსახიობი, უნდა ყოფილიყო განსაკუთრებული სილამაზის მატარებელი. და პირველი რაზეც წამოვიდა ეს კრიტიკა, იყო ლუპიტას არჩევა ამ როლზე. თვითონ ლუპიტამაც გააკეთა კომენტარი ამაზე რა. მე მიყვარს ხოლმე მსახიობები, რომ არ მალავენ და პირდაპირ აი ამ ჰეიტს პირდაპირ უდგებიან. ლუპიტას თქმით, საინტერესო იყო ჩემთვის ამ როლის მორგება, იმიტომ რომ რატომაც არა ვნახოთ როგორი იქნებოდა თუნდაც აი შავკანიანი ქალის წარმოდგენა სამყაროში ყველაზე ლამაზი ქალის როლზე. რადგან ვერ შევედავებით, ვიღაცები შეიძლება შეედონ, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ რატომ გონია რომ ესეა რა, იმიტომ რომ ფიქრობს და მიაჩნია რომ ესეა, ისევე როგორც ნოლანს და ნოლანმა თქვა რომ მიაჩნია რა. მიაჩნია რომ საინტერესოა რა, საინტერესოა არა მარტო ქერა და ცისფერთვალება ჰელენას გამოჩენა, არამედ საინტერესოა ის რომ სილამაზე ისეთ თემაა კაცო ახლა ლუპიტა ნიონგოს განარაბეს უწუნებ ან მაგალითად დიანა კრიუგერს განარაბეს ვაკნინებ ან რამე ანუ მაგი გამოიყენო არგუმენტად ხო არ არის რა ლუპიტა ნიონგო არაა ლამაზი და მაგიტო ვერ იქნება ელენე მშვენიერი კი ბატონო კი ბატონო როგორც არგუმენტი და მოდი უცებ აი დაბადების ამბავი ვთქვათ რომ ვიცოდეთ საიდან მოდის ჰელენე ვინც არიცით ეს ზევს რომელსაც ჰქონდა საიდან გამოიჩეკა ჰელენე ზევს რომელსაც ჰქონდა ინტერესი მთელი თავის არსებობის განმავლობაში ქალების მიმართ უყვარდება ერთი სპარტაში უყვარდება ერთ-ერთი ქალი სახელად ლედა რომელსაც ნუ გედის ფორმას მიიღებს იმიტომ რომ ამ ქალს ძალიან უყვარდა გედები და მივა გაანაყოფიერებს და ეს ქალი ლედა დადებს ორ კვერცხს საიდანაც ერთი კვერცხიდან გამოიჩეკებიან მოდი ვთქვათ ეს სიტყვა ლედა და კლიტენმესტრა და მეორე კვერცხიდან გამოიჩეკებიან კასტორი და პოლუქსი ძმები ამიტომაც ერთ-ერთ ვიდეოში მეგონი შენც ახსენე ხო როგორც მახსოვს რომ მაგაზე დავა სისულელეაო რა როგორი უნდა იყოს აი ჰელენეს იცი რატო ანუ თუ საუბრობთ იმაზე რომ ავთენტური უნდა იყოს ხო რატო არც ერთ ეკრანიზაციაში არ არის ნაჩვენები როგორი ჩეკება კვერცხი და ელენე თუ აი ორიჯინ სტორის მიუყვებით რო ყოფილიყო ეგ ხო აი თანამედროვე აზროვნებისთვის თანამედროვე ადამიანისთვის ხო მე რთული ეს მოცემულობა ის რომ ადამიანი კვერცხიდან გამოიჩეკა ამას მე უყურო როგორც ადამიანური ისტორიას უცნაური იქ ძველი ბერძნებისთვის არ იყო უცნაური საერთოდ ანუ ჩვეულებრივი რაღაცეები იყო ზევსი ხან ძროხად გადაიქცეოდა ხან გედად გადაიქცეოდა ხან ხად გადაიქცეოდა და ანაყოფიერებდა ყველას და რაც მოძრაობდა ყველაფერს საერთოდ და შესაბამისად ანუ სხვა ისტორია სხვა აზროვნების ტიპია ძველი საბერძნეთი ძველი ბერძენი ხალხი მათ ჩვენ რა კონცეფციებიც გვაქვს დღეს ჩვენ რა აზრე ანუ რა მაგალითად სინდისი ძველ საბერძნეთში ეგ კონცეფცია არ არსებობდა სინდისის კენჯნა მონანიება ეგ კონცეფცია შემოვიდა მერე ქრისტიანობასთან ერთად ანუ აზროვნება სხვანაირია მსოფლმხედველობა სხვანაირია და შესაბამისად აქ თანამედროვე კინემატოგრაფში როცა იმდროინდელი მხატვრული ნაწარმოებები იცვლება ძალიან ლოგიკურია რომ იცვლება იმიტომ რომ შეუძლებელია რომ არ შეიცვალოს ხო და რაც შეეხება ლუპიტა ნიონგოს შავკანიანო ელენე მშვენიერის შავკანიანობას ვისაც თუ ნახეთ ფილმი ხო მან არ არის მანდა მაინც ტიპიური ელენე მშვენიერი თუნდაც თეთრკანიანი მაგაზე ცალკე ჩავშლით აი ძალიან საინტერესო იყო მართლა მაგაზე გვენგა თალკე იმიტომ რომ
ძალიან საინტერესოდ გადმოსცა და ვიტყვი მოგვიანებით რატო გადმოსცა ჩემი აზრით ეგრე საინტერესოდ ჰელენეს პერსონაჟი. მოდი, საბა ორი სიტყვა ვთქვათ გადაღების სტილზე, რომ IMAX-ის რატო გადაიღო, როგორ და რომ უნდოდა და რაღაც და მე უკვე შინაარსობრივად გავწეროთ ფილმი რა. ეს ფილმი არის მეგობრებო გადაღებული თავიდან ბოლომდე IMAX-ის კამერებით, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველად ესეთი ფილმი არ არსებობს და ნოლანმა აიღო თავის თავზე 16 წლიდან მინდოდა ამის გაკეთება და როგორც იქნა მიდიოდა აქაც ეტაპობრივად თავისი ფილმებით უფრო და უფრო ზრდიდა IMAX-ის ქრონომეტრაჟი თავის ფილმებში, რომ საბოლოოდ ერთი სრული ფილმი აეწყო IMAX-ით და დადგა ოდისეას ჭერი და გადაიღო თავიდან ბოლომდე IMAX-ით, ამიტომაც ვისაც გინდათ, რომ ზუსტად იმ ემოციებით, ზუსტად იმ ტექნიკით ვერ უყურებთ ახლა როგორც ნოლანს აქ ჩაფიქრებული, იმიტომ რომ სოფლიოში 40-მდე კინოთეატრია მხოლოდ, სადაც ზუსტად იმ ფორმატით უშვებენ როგორც ნოლანს უნდოდა, მაგრამ IMAX თუ ნახვას და აპირებთ და გინდათ რომ უყუროთ, ჯობია რომ ნახოთ IMAX-ის ფორმატში რა, რომ მიახლოებით მაინც მიხვდეთ რა განსხვავებაა იმ ჩვეულებრივ გადაღებულ ფილმებს შორის და IMAX-ის კამერით გადაღებულ ფილმებს შორის. რა როგორ შენ IMAX-ის იმაში არ გინახია, ხო? მე სამწუხაროდ არ მინახავს. მე IMAX-ის ეკრანზე ვნახე პირველი გამოცდილება და პირველი ფილმი ვნახე ეს ნოლანის ფილმი. ჩვენთან ციფრულია იმას. ხო. ანუ ის უშველებელი ბაბინა არ მოაქვს და იმას არ შვებენ. პროსტა ან დისკი, ან MP4 ან რაღაც ეგეთი. ალბათ არ მოქვს მაგაში. ძალიან დიდი გამოწვევა იყო აშკარად რა ნოლანისთვისაც რომ გადაიღო თავიდან ბოლომდე IMAX-ში, მაგრამ მე მგონია რომ ამ გამოწვევასაც წარმატებით გაართვა თავი. კაი, მოდი ცოტა შინაარსობრივ მხარეზეც გადავიდეთ ახლა რა, იმიტომ რომ შინაარსობრივი მხარე არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც ამ ფილმის, როგორც ისე ჰომეროსის მოთხრობის, ასევე აი ამ ფილმის და დავიწყოთ რითი. აი მოდი გავხსნათ და დავიწყოთ რას მიიჩნევ, რომ რითი შეიძლება გავხსნათ აი ეს საუბარი ფილმის შინაარსთან დაკავშირებით. შინაარსთან დაკავშირებით, რაზე შეიძლება ვისაუბროთ, შეიძლება მოდი მე მოგცემ ერთ იმას რა. ცხენის კონცეფცია, ავიღოთ ესეთი რაღაც. ჩვენ ვიცით ძველი გადაღებული ფილმი ტროა, სადაც ცხენი ააგეს ისე ვთქვათ შემოქმედებითმა გუნდმა, რომ ცხენს აქვს ქვევით ბორბლები და ვოლფგანგ პეტერსონის ტროას გულისხმობ. ქვევით ცხენს აქვს ბორბლები და ეს როდესაც აღმოაჩენენ ეს ტროელები, რომ ბერძნებმა თურმე ეს დატოვეს ათენასთვის იმისაც რომ მიეგოთ პატივი იმისთვის, აი ამ ცხენს შეიტანენ თავიანთ ქალაქში. ეხლა ნოლანმა როგორ გააკეთა ეს და სად გამოჩნდა, რომ საერთოდ სხვანაირად ხედავს ნოლანი აი ამ ისტორიას რა. ნოლანი ადგა და არ გაუკეთა აი ეს ბორბლები ქვევით აი ამ ცხენს იმისათვის რომ მაყურებელს და პირველ რიგში ტროელებს შექმნოდათ ის წარმოქმნა რომ ეს ცხენის ფიგურა იყო არა საჩუქარი, იყო უბრალოდ რაღაც გადაგდებული, წყალს წაღებული, გატანებული ცხენი ათენასთვის და უნდა გადაერჩინათ და უნდა შეეტანათ ტროაში, ანუ შუა წყალში დევს ეს ტროას. არანაირი ის არ აქვს, რომ გამზადებული დევს, როგორც ძველ ტროას ფილმშია და გამზადებული დევს და იმისათვის რომ მარტივად შეაგორონ ეს ქალაქში რა. ზუსტად ეგ თქვა ინტერვიუში ნოლანმა, რომ მე მინდოდა რომ ის განცდა შემექმნა, რომ დამაჯერებელი ყოფილიყო ტროელებისთვის, რომ მათ ეს ათენას მცხენი გადაარჩინეს წყალს წაღებას ეს ვთქვათ, რომ არ განადგურებულიყო წყალში და შეიტანეს თავიანთ ქალაქში რა. ეს კონცეფცია იყო ძალიან საინტერესო ჩემთვის და ძალიან კაი მომენტია ფილმში თუ გახსოვთ, რომ ეს მენელაუსი როცა ტელემაქე ჩადის მენელაუსთან, იქ უყვება როგორ იხჩობოდნენ ის მეომრები, რომლებიც ცხენის ყველაზე დაბალ ადგილას, რომელსაც დაბლა მოუწიათ ყოფნა რა. შოკი იყო პირდაპირ გეტყვით აი ამის ყურება დიდ ეკრანზე რა. ამიტომაც ეს ცხენის ამბავიც ძალიან საინტერესოდ შეცვალა. ბევრი ამბობდა, რომ ბევრად უფრო რეალისტური იყო ეს ტროას ცხენი, იმიტომ რომ მართლა ეტყობოდა, რომ ადამიანებმა ხელით იმუშავეს და ისე ააწყესო ნოლანისგან განსხვავებით, რომელსაც აი ძალიან ბევრად დახვეწილი ვიზუალი ხო ეგრეა. ბევრად დახვეწილი ვიზუალი აქვს რა. უფრო ნატიფია, უფრო კი, აი ეთყობა რომ ხო რა, ეგონება შეღებილია და რაღაცა რა. გალაკულია პრიალებს. კი ბატონო, და აი ხო და აი ესე ახსნა რაღაცნაირად ნოლანმა თავის ფილმში, რომ და ჩემთვის ძალიან სწორი, ძალიან ლოგიკური იყო, იმიტომ რომ ტროელები რომ ნახულობენ ფილმში ამ ცხენს პირველი რაც იძახიან, რომ გადაარჩინეთ ეს ცხენი ტალღებისგან და შეიტანეთ ტროაში. ანუ აქ უკვე იგრძნობა იმის განცდა, რომ ეს ხვენი ხო არის ათენასთვის და ეს ამის გადაგდება და ამის წყალსწაღება არ შეიძლება და ეს უნდა აუცილებლად ჩვენ ავიღოთ და შევიტანოთ შიგნით. აი ეს მომეწონა ძალიან მაგრამ შეიძლება გააგზ. საინტერესო მომენტია. მაგაზე არ მიფიქრია სიმართლე რა ნაპირზე რა. მეც მე ნახე კი ბატონო. ხო იცი რა ცხენზე ცოტა 1-2 სიტყვა მეც რო თქვა თუ გააქვს უკვე ტროაში მოცემული ეგეთი ცხენი ხო? გულისხმობ პეტერსენის ტროაში.
რატო უნდა ჩვენო იგივე რა? ანუ რატომაც არის რაღაც ახლა თუნდაც დაუშვათ და ილიადა შეეგარ ყოფილიყო და სხვანაირი ყოფილიყო. რა ახალი წაკითხვა, ახალი სახე, მხატვრული სახე რატომ არ უნდა შექმნა? რა პირიქით ასწორებს ეგ. რატომაც ძალიან მაგარი, ანუ რამდენი სხვადასხვა ოდისეაც იქნება, იმდენი სხვადასხვა ოდისევსი უნდა იყოს რა და იმდენი სხვადასხვა ისტორია უნდა იყოს იგივე სხვადასხვანაირად მოყოლილი. ნოლანთან ოდისევსი ძალიან განსხვავდება სხვა ოდისევსებისგან დანარჩენ. მათ შორის ჰომეროსისგან? ჰომეროსის ოდისევსისგან? წიერი არ არის. ხო. ნაცარქექია არ არის ეს ტიპი რა. ნაცარქექია რომ დევს რაღაცას გაუჩალიჩებს და ისე მოერევა. ხო. ეს პირდაპირ ჩაარჭობს იმას, ხო, ციკლოპს თავს და არც დაათრობს. არ არის ეგ მომენტი, რაღაც წვიერების მომენტი, გაჩალიჩების მომენტი. ოდისევსთან საერთოდ არ ხდება ნოლანთან. რაც ჰომეროსთან არის მთელი წიგნის განმავლობაში ფაქტობრივად. მითოლოგიაშიც არიან გმირების მუღამი ისაა, რომ ამ გმირებს აქვთ ერთი კონკრეტული თვისება, რითიც განსაკუთრებულები არიან. ოდისევსთან ისაა, რომ სტრატეგოსია და პირველ რიგში ისაა, რომ წვიერია, ხო? და ნუ მშვილდით კარგად ისვრის და 12 ნაჯახს შორის შეუძლია გაისროლოს რა. ეგ მაგის გარშე შეუძლია. რაც სხვა გმირს არ აქვს. ხო, გმირის დამახასიათებელი თვისება ეგაა, ერთი. აი აქილევსის რა იყო? აქილევსის იყო, რომ იყო ყველაზე სწრაფი. მაგრამ აქილევსის სწრაფი ბერძენი არ არსებობდა. აი ეგ იყო აქილევსის. ყუს არ ქონდა ეროვნება. ხო. ხო, აი ეგ ინდივიდუალიზმი, ან ეგ მომენტი შენ რაც წვიერების მომენტი ნოლანთან ისე მძაფრად არ ჩანს, როგორც ჰომეროს. საერთოდ არ ჩანს. და ეგ ნოლანის გააზრება რამდენიმე საინტერესო წავიკითხე. განხილვა ოდისეის ის რომ ეს ნოლანის ოდისეა არის გაქრისტიანებული ოდისეა. იქიდან გამომდინარე რომ აქ პოლითეიზმი, მრავალღმერთიანობა თითქმის არ არის, ღმერთები არ ჩანან. ის რომ პოსეიდონმა დასაჯა. ხო. და ის რომ ზევსმა მისცა შანსი რომ ათენამ თხოვა ზევს, ხო, დასაწყისში ხო იწინა. რომ დავეხმაროთ და პოსეიდონი ან პოლიფემეს რომ მოკლავს ციკლოპი და მანამდე პოსეიდონი არ იყო ხასიათზე, მაგრამ მაინც კარგად განწყობილი ოდისევსის მიმართ, მაგრამ პოლიფემეს რომ მოკლავს საერთოდ გაგიჟდება და პოსეიდონი საერთოდ არ არის აქ. არ არის. საერთოდ არ არის. ზევსს ახსენებენ. ათენა ჩანს პერიოდულად, მაგრამ ნუ ათენა კარგადაა გამოჩენილი. ხო, მოდი აქ ვთქვათ, რომ სპოილერები იქნება ვიდეოში, ასე რომ იყო უკვე. ხო, არის. კაი დროს ვთქვათ. ოდისეა ისეთი ისტორია. ხო, ეხა ის ამ იმდენი ხანია ველოდები ამ ფილმის განხილვას, რომ ეხა ცალკე უსპოილერო, ცალკე სპოილერენს ამ ვიდეოში იქნება თავიდან ბოლომდე სპოილერები, ამიტომ ჯობია რომ ვისაც არ გინახავთ, არ ვიცი რა სელუდებით და რატო არ გინახავთ, მაგრამ ეხლა წავიდეთ, ნახოთ და მერე გააგრძელოთ 3000 წელი გქონდათ რომ ეს რაღაცა გაგეგმოთ. ხო, ამიტომაც თუ წიგს არ წაიგითხოთ, ფილმი მაინც ნახეთ და მერე დაბრუნდით რა. კაი, რას ამბობდი რა? ხო და გაქრისტიანებული რატოა? ანუ ეს მრავალღმერთიანობის თემები თითქმის არ არის და თავარი მომენტი აქ არის ის რომ ოდისევსმა უნდა მოინანიოს ომი. ოდისევს განიცდის ამას. ტრავმა აქვს, PTSD აქვს, პოსტტრავმატული სიმპტომი და უნდა აი სინდისის კენჭნას განიცდის და უნდა წავიდეს და მოინანიოს ეს ყველაფერი და მაგიტომ ფინალიც, სპოილერი, ისე ფინალიც ისაა, რომ მისი მეომრები ვისთან ერთადაც წავიდა და ვინც დაიღუპნენ, მიუხედავად იმისა, რომ პატარები იყვნენ, როცა წავიდა და მე 20 წელი გავიდა და შემოაყვდა ხელში ეს ხალხი, ამათ პატივი უნდა აგოს. აგოს, კი ბატონო. ის რაც ძალიან ქრისტიანულია. ხო, ეს სინდისის კენჭნა, მონანიება, ეს ყველაფერი არის სუპერ ქრისტიანული. ის რაც უცხო იყო, მე არ ვარ ანტიკური ეპოქის მცოდნე რა თქმა უნდა, არც ძველი საბერძნეთის ექსპერტი ვარ და ერთხელ მაქვს საკითხული მარტო ილიადა და ოდისეა, ერთ თარგმანში ოდისეა, ორ პოემაში და პროზაში, მაგრამ ანუ მაგი მცოდნეს არ მხვდის, მაგრამ როგორც ვიცი, ძველ საბერძნეთში სინდისის კონცეფცია როგორც ასეთი არ არსებობდა რა. და შესაბამისად აქეთ ოდისე ნოლანთან ეგ ხდება ეს მომენტი რა. თან ზედოზით. ანუ რო ვთქვათ, რომ პირდაპირ ჰომეროსი გადმოსცაო, ალბათ არა. და ჩემთვის ეგ კარგია. კი, ბიჭო, მან რა თემა იცი? ეს არც კარგია თავისთავად, არც ცუდი. ხო. როცა ხელოვანი ხარ და რაღაც პირველ წყაროს იღებ, ეგ უკვე შენზეა დამოკიდებული, შენ როგორ გამოიყენებ. არ ხარ ვალდებული სიტყვით ფურცელ გადაწერო ეს ჰომეროსის. არაფერში არ ხარ ვალდებული. არაფერში. საერთოდ არაფერში. კი ბატონო. ანუ აგერ უბერტო პაზოლინიმ გადაიღო დაბრუნება, ოდისეა გადაიღო მხოლოდ ბოლო ნაწილი. როცა უკვე ითაკაზია ოდისეუსს. ხო.
კი ბატონო. ანუ კოენებმა გადაიღეს ოდისეის ეკრანიზაცია, O Brother Where Are You, სადაც ამერიკის ისტორიას მოარგეს, ხო, მონობის ისტორიას ჯორჯ კლუნი რო თამაშობს. კი ბატონო. ყველაფერში თავისუფალი, არაფერში არ ხარ შეზღუდული, გარდა საავტორო უფლებებისა და ახლა ჰომეროსი არსებობდა თუ არა, არავინ არის საავტორო უფლებებზე. ხო, ჰომეროსის საკითხი არსებობს ეგეთი, რომლებიც იკვლევენ მაგ ყველაფერს, არსებობდა თუ არა ჰომეროსი, ბრმა იყო თუ არა ჰომეროსი, ილიადა და ოდისეა ორივე ჰომეროსის დაწერილი, მრავალი საკითხია და ჯერ კიდე 100%-ით ხაზგასმული პასუხი არ არის მაგეებზე, ასე რომ ძალიან არ არის სწორი ხაზგასმით იმაზე ლაპარაკი, რომ ზუსტად უნდა გადმოეტანა ის ავი შეცვალა, ის შემოცვალა. მოდი ბარემ თქვა ცვლილებებზეც. რა და მოდი დავიწყოთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცვლილებებით, რაც შეიტანა ნოლანმა ჰომეროსის ოდისეადან თავის ოდისეაში, რომ ეს იყო სინონის და ანტონიუსის ამბავი. სინონი პერსონაჟი, რომელიც არც ილიადაში გვხვდება, არც ოდისეაში გვხვდება, ამ პერსონას პირველად ჩვენ ვეცნობით ვერგილიუს ენეიდაში. თუ გსურთ რომ არც ჰომეროსი არის ძალიან უცნაური ავტორი პირდაპირ ვთქვათ რა, რომ ილიადაში ადგა და 10 წლიანი ომის ბოლო წლის 50 დღე აღწერა, ანუ თლიანი 10 წელი არ არის აღწერილი, არის ბოლო წელი და დასასრული ომის. ოდისეაში წარიო თხრობა ხდება, ხან წინ ვართ, ხან უკან ვართ, ხან ფლეშბექია, ხან ფლეშფორვარდია. ოდისეაში არ არის არც ილიადაში ნათქვამი, რა ხდებოდა ცხენში, როგორ შეიტანეს ესე ვთქვათ, ტროელებმა ბერძნების საჩუქარი, ბჭყალებში საჩუქარი თავიანთ ქალაქში და ეს ყველაფერი ხდება უკვე ვერგილიუსის ენეიდაში, სადაც ნათქვამია სინონი, ერთ-ერთი ბერძენი მეომარი, რომელიც ოდისეუსმა გაწურთნა სპეციალურად, რომ მისულიყო ტროელებთან და ეთქვა, რომ თურმე ამ ბერძნების მსხვერპლ შეწირვას გამოექცა სინონი, აპირებდნენ, რომ მსხვერპლი შეეწირათ ღმერთების რადგან ვერ იძრობდნენ, ქარი არ ქონდათ იმისაც, რომ უკან დაბრუნებოდნენ სახლში. ეს სინონმა თავი დააღწია, ასე ვთქვათ, ამ ბერძნებს, გამოიქცა და მოვიდა ამათთან და ეუბნება, რომ აი ეს ცხენი ბერძნებმა აუგეს ათენას და თუ გინდათ, რომ ტროა მომავალში მიაღწიოს წარმატებას ომებში, ეს ცხენი სახლში უნდა შეიტანოთ, თუ ამ ცხენს დაკარგავთ, თუ ეს ცხენი არ მოხდება, ესე ვთქვათ, ათენას ტაძარში, ტროა ადრე თუ გიან მაინც განადგურდება რა. ეს არის მარტივად რო ვთქვა და აი სინონის ისტორია და ნოლანმა აბსოლუტურად სხვანაირად მოგვცა ეს ისტორია და ოდისეაშივე შემოიტანა ეს ამბავი და ძალიან საინტერესო ის არის, რომ ოდისეუსის და ანტონიუსის ერთ-ერთი სასიძოს, ოდისეუსის რა არის, სინონის და ანტონიუსის ერთ-ერთი სასიძოს ურთიერთობა რა. ეს ურთიერთობა დამყარებული იწყება ბავშვობიდან, ფილმში გვაჩვენებენ, რომ როცა აგამემნონმა გადაწყვიტა, რომ წასულიყვნენ, ესე ვთქვათ, ტროის ასაღებად, ლატარიის პრინციპით, რაც ასევე ნოლანის დამატება იყო. ხო, ლატარიის პრინციპით, ძალიან უცნაური ის იყო. ლატარიის პრინციპით გაეშვა მეომრები და ეს ანტონიუს და სინონს ამოვიდა, ესე ვთქვათ, რომ უნდა წასულიყო, ის უნდა დარჩენილიყო სახლში, ანტონიუს ამოვიდა, უნდა წასულიყო ომში, შეცვალეს ეს ლოტები და ანტონიუსი დაპირდა სინონს, რომ მის ოჯახს თვითონ ეს ანტონიუსი მიხედავდა, სინონის ოჯახს, იმიტომ რომ ერთი მდიდრი შვილი იყო, მეორე ხარიბის შვილი, ანტონიუსი მდიდარი ოჯახიდან იყო, დაპირდა, რომ თუ გაუცვლიდა ამ ლოტს, მიხედავდა იმის ოჯახს, სანამ სინონი აქ არ იქნებოდა, რაც საბოლოოდ არ შეასრულა ეს სიტყვა და ამას ოდისევსი მოგვიანებით იგებს უკვე როცა ჩადის ჰადესში რა. კაი, დანარჩენ ცვლილებებზე გითხარი ხაი ციკლოპი ახსენეს ეყან და ციკლოპის არ მომეწონა თვითონ ციკლოპი. ხო. ვიზუალურად. მაგაზეც გითხარი როგორ ააშენა ეგ ნოლანი. მაგდენი არ ვიცი. კონკრეტული ისტორია. არა, თოჯინა თოჯინა გააკეთე, CGI არ არის. ეგაა თორე იმისი ალერგია აქვს ნოლანს CGI-ზე მარტივად რო ვთქვა და ცუღლუტურად იყენებს ზოგჯერ CGI-ს. სკილას ვერ აწყობდა, ეხლა თავიდან ბოლომდე დიდი ალბათობით. მაგრამ აი ციკლოპის სცენაზე გითხარი, ძალიან მნიშვნელოვანი სცენაა. ძალიან მომეწონა ციკლოპი გარეგნულად. ეგეთ ციკლოპი არ ყოფილა ჯერ. ხო. ცოტა ისეთი გადაბრუნებული თვალი, გადაბრუნებული ძალიან მაგარია, ასწორებს. კი ბატონო. მე ვნახე რომ კლასიკური ნახატებით და ტილოებიდან აქვს აღებული, რაც ვაფშე მაგარია. ეგეთი რეფერენსები Instagram პოსტებისთვის ძალიან კაია. კი ბატონო. მაგრამ ანუ ციკლოპის ისტორია, ის რომ პოლიფემია, ის რომ პოლიფემე ხო ქვია კაცო? პოლიფემე. ხო, პოლიფემია, ის რომ პოსეიდონის შვილია, ის რომ ეტყვის ეს რომ არავინ ვარო და ვინ ამოგთხარა თვალიო და არავინო რო იძახის, ანუ ეგ სიუჟეტი არის. საერთოდ არისო. რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ოდისეუსისთვის. ხო, ძალიან მნიშვნელოვანი. აი, რატო გადაწყვიტა რომ ამოიღო ეგ ამბავი? აი, რა ვერ ჩასვა? აი, ახლა სცენა. ვერ მოვარგეო რა. ნუ ეხა არ ვიცი, ვერ ჩავცადეო. წამყვანმა კითხა ერთ-ერთ შოუში და ხო რა, ვერაო.
ვიციო რომ ძალიან გაგიცრუდათო, იმედიო ვიციო რომ ელოდებოდითო, მაგრამ არავინ სცენასო, რომ არავინ დამაბრმავავდო, როცა სხვა ციკლობები გაიგებენ რომ არავინ დააბრმავა, ხვდებიან რომ ხო არ გაგიჯდა ეს და მიდიან უკან და ეგ სცენა თავიდან ბოლომდე ამოიღო. მაგრამ შენ იცი რომ ერთ მომენტში მეც მერე გავიგე კინოთეატრში ვერ გავიგე ეგ მომენტი, როცა თვალს ამოთხრიან ამ ციკლობს, კუთხეში რო ჯდება, იქ პოსეიდონს ელაპარაკება. გახსოვს ეგ მომენტი? არა, კუთხეში რო ჯდება, მახსოვს. კუთხეში რო ჯდება, ჩაიკუზება, მაგ მომენტში ელაპარაკება, ვერ გავიგე სიმართლე რას იძახდა, იმიტომ რომ ციკლობის ლაპარაკი არ მესმის ბოდის მოვიხდი მაგაზე, მაგრამ მაგ მომენტში ელაპარაკება ციკლობს და მე რო გადიან გარეთ დროს ხდებიან გემში ის გუნდის წევრები ეუნებიან ოდისევს, რომ ჩვენ გახსოვს, ჩვენო გავიგეთო, რომ ის პოსეიდონს ელაპარაკ. მაგაში ჩანდა რომ პოსეიდონის შვილი იყო, მაგრამ ეგ მაინც არ ამართლებს იმ მომენტს, რომ არა, ნუ ხო, ეგ არავინ სცენა არ იყო რა. პოსეიდონის შვილი რო ისედაც ყველა ხო ვიცით რა. კი ბატონო. კირკეს სცენები იყო საინტერესო. კირკეს სცენებზე ცალკე უნდა, ცალკე არ ვიცი, ფილმია ცალკე კირკეს სცენა ცოტა Spirited Away-ის ვაიბი მოიტანა. მაკედან კი? ეგა Spirited Away ხო, მიაზაკი მაკედანაი. მაკედანაი, კი ბატონო. თან ეგ სცენა ჩემი აზრით ნოლანის კინემატოგრაფში უნიკალური სცენა, იმიტომ რომ არ მახსენდება სხვა სცენა, სადაც ასეთი ცოტა მოხორო, მოსლეშერო ცოტა სიურრეალისტური სლეშერის ელემენტი აქვს. ნოლანი არ მუშაობს ეგეთ მასალასთან. ნოლანი არ მუშაობს სისხლთან. საერთოდ. ვერ მუშაობს ეთყობა, არ ვიცი. ხო, ანუ როგორც ტარანტინო მუშაობს მაგალითად. დაჟე რავი ჯოკერი რო ფანკარ ტიპს პოლიციელს რო ფანკრით დაარწმევინებს, მანდაც არ არის სისხლი საერთოდ, ხო? ანუ დიუნკერკში არ არის სისხლი, ბეტმენებში თითქმის არ მახსენდება რომ ასე სისხლი. არა, არ ჩანს სისხლი გამოჩნდება დანას რო უსვამს. ჩვენ როგორი სისხლით ვიცი ტარანტინოსთან ეგეთი სისხლი არ არის. არ არის. აქ კირკესთან მაგას კარგად არიდა თავი. მაგრამ ის მომენტი რომ უძრება პირში და წელავს ამ ტიპებს. მე გამიკვირდა ნოლანმა რომ ეგ გააკეთა რა. ანუ ეგ კარგი სცენა იყო რა. და ფინალს რაც შეეხება. ფინალში მე ანუ რახან ეს ფილმი 18+ გახდა, მე მეგონა რომ ნოლანი გაგიჩნდა და შეოდა ფინალში ახლა იქნება სისხლის ხრა მაგარი სასიძუებს რო ხოცავს? ხო. მე ველოდებოდი მაგას. მე მივიღე უბრალოდ კარგად დადგმული ცოტა დამატებით დრამატურგიული ელემენტებით იქ მეორე სართულზე რო იქიდან რო აგდებენ იარაღებს საკეთელი მაქეროა ეხმარებიან ერთმანეთს. ნუ მაგაში არ იყო არაფერი საკათარზისო, ჩემი აზრით. და მხატვრულადაც ძალიან პირდაპირ მიუდგა საკითხს რა, გვაჩვენა უბრალოდ ჩხუბი, მაშინ როცა შეიძლებოდა ეჩვენებინა ამ ჩხუბში რაღაც სიმბოლური. ან მე მივხვდა გინდოდა რაღაცა გაზვიადებული ცოტა რაღაცა სხვანაირად შეფუთული და არა მარტო ხმლების თმაერთმანეთზე, ხო აი მივხვდი დაახლოებით ეს რა. ანუ უბრალოდ როგორ დაამარცხა, უბრალოდ ჩხუბი. მაგაში არ იყო იმის გამოხატულება ოდისევსი დაბრუნდა სახლში და ინახა ითაკაზე რა ხდება და ამის გამოხატულება მხატვრული ფორმით არ იყო. უბრალოდ იყო ჩვეულებრივი ბოივიკური, შეიძლება ვთქვათ, ჩხუბი რა. და ეგ ჩხუბი არ იყო ცუდად დადგმული. არა, დადგმული მშვენივრად იყო ახლა. ძალიან კარგად იყო. არ ეშლება მაგ ხალხს. ხო, არ იყო. ძალიან რეალისტურად, ძალიან კარგად, ძალიან ისე კაი, მოდი ცოტა კირკეს სცენაზე ცოტა ისე ვისაუბროთ რა, ცოტა ფართოდ, იმიტომ რომ კირკეს სცენა ალბათ ერთ-ერთი შოკის მომგვრელი სცენა მარტო ნოლანის ფილმებში არა, ზოგადად კინემატოგრაფიაში. მოდი მოკლე ისტორია ვთქვათ, თუ გაინტერესებთ საერთოდ ეგ პერსონაჟი კირკე, ბარემ ამასაც გეტყვით, რომ თუ გაინტერესებთ კირკე ვინ არის, როგორ მოხვდა მანდ, რატომ არის მართლა ძალიან დრამატული და მართლა ძალიან საინტერესო პერსონაჟი, აუცილებლად წაიკითხეთ მადლენ მილერის კირკე. ესეთი წიგნი მადლენ მილერს აქვს აქილევსეც დაწერილი სიმღერა აქილევსზე, ესეთი წიგნია, თუ გაინტერესებთ. ცოტა გადაუხვია ჰომეროსულ აქილევს, ოდნავ აცდა და ცოტა სხვანაირი გზით წაიყვანა, მაგრამ აქილევს ისტორია თუ გაინტერესებთ, როგორ ვინ წვრთნიდა, როგორ იყო ესეთ გენიალური მეომარი და რაღაცა, შეგიძლიათ წაიკითხოთ ეგ წიგნი. კირკე იყო ქართველი ხო? კირკეს ხო, ნუ მამიდა ყავდა მეგრელი ხო? ესე კი ბატონო. და სხვათა შორის კეთი დევდარიანის და გუბას სანიკიძის პოდკასტს უყურე და ნიკ გუბას სანიკიძე იძახის რომ მიდიანო იმასთან რა ქვია კირკესთანო ეს მეომრებიო ელარჯ საჭმევსო რა იმდენად ქართულ ფესვებზე აქვს ჩამოყანილი და ძალიან საინტერესოა კირკეზე ბოდიში შეგაწოდენ საინტერესოა რომ ანუ სხვანაირი ტრაქტოვკით ხო სირცეა
ხო, ან სხვა ანუ კირხე ცირცეა. როგორ თარგმნეს ქართულად საერთოდ კინოში? ქართულად არ მოგქნა. არც მე არ. მაგრამ ანუ ნებისმიერი თარგმანი მოსულა. ნებისმიერი ანუ ეს ვარიანტები მოსულა რა, ანუ ეგეთი, იმიტომ რომ სხვა ენებშიც სხვადასხვა ვარიანტებია რა და აი Game of Thrones-ი ვისაც უყვარს, Cersei-ა მაქიდან მომდინარეობს ეგ სახელი. Cersei Lannister, ხო, Cersei არის კირკედან წამოსული ტოპონიმი რა გაიყოლა, სახელი რა. სახელი, ოკეი. აი. კირკე ძალიან დიდი კავშირი აქვს იმ ქმნილებებთან და იმ ღმერთებთან, რომლებიც გამოჩნდნენ ოდისეაში, რომლებიც უბრალოდ ახსენეს რა. დავიწყოთ იმით, რომ კირკი არის მზის ღმერთის ჰელიოსის ერთ-ერთი შვილი და იმ ჰელიოსის ზუსტად რომლის კუნძულზეც ოდისევსის რასმი მიდის და სადაც არის ტირესიასის წინასწარმეტყველება, რომ თუ შენ აი ამ მზის ღმერთის ჰელიოსის საქონელს მოკლ დახოცავ შეჭამ შენი მეომრები სახლში ვერ მივლენ რა ეგეთი წინასწარმეტყველება უთხრა ტირესიასმა ოდისევს ჰადესში ეგ ერთი კავშირი რომ ნუ ჩვენ ფილმშიც ხედავთ მაგას და ეგ წიგნში ძალიან კარგად არის აღწერილი როგორ იზრდებოდა ეს კირკე თავის და-ძმებთან ერთად და ასე შემდეგ მეორე ეხა ძალიან მნიშვნელოვანი რაც არის კირკეს აქვს უნარი და ფილმში ჩანს რომ ადამიანები გადააქციოს სხვადასხვა არსებებად და ის სცენა გახსოვს რომელიც ჰომეროსთან არ გვხდება მაგრამ ძალიან კაი დამატება იყო ოდისევსი რომ მისდევს მოსაკლავად ირემს აი კირკეს კუნძულზე რომ ესვრის გაახსენდება რომ კირკეს კუნძულზე ადამიანს ხვალ ხო და უცებ რომ გაიჩნდება რომ ადამიანია ეგ არ გახსოვს ეგ მომენტი მახსოვს ეგ მომენტი და ახლა ვფიქრობ იმაზე რომ ეგ მომენტი ჰომეროსთან რო ყოფილიყო მოკლავდა მაგირებს დედას უტირებდა საერთოდ აქაც კლავს აქ ხო იმას ისმს კაცო ეს თავიდან ჯერ იმას გამო ხო ეგ ხო აქ თავიდან უგეუნებიან რომ ღირსეული მონადირეა ოდისევსი და პირდაპირ ეს კლავს უი ეგ არა ბოლოს მისდევს და ის არის ესვრის ეს ირემი ჩაგორდება ეს კლდეზე და რომ დადაბლა და დაეცემა ხედავს რომ ადამიანია და მაგით ხვდება რომ თურმე ესენი არ არიან უბრალოდ კუნძულზე და არიან მოსული ჯადოქრის კუნძულზე მერე გამორბის ევრილიქოს რო ეძებს და ის უკვე იქ შესულია და იგრეები ხდება ღორებად აქცევს და ასე შემდეგ რა კირკეს აქვს სწავლობს ამ წიგში ეგრეც არის რომ ის სწავლობს როგორ ჩვეულებრივი თავიდან გონია ჩვეულებრივი ადამიანია მაგრამ დროთა განმავლობაში სწავლობს როგორ არის თავის უკეთესი ვერსია და არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჯადოქარი და ვინც კი ყოფილა ბერძნულ მითოლოგიაში. აი ის მონსტრის სკილა, რომელსაც ფილმში ვხედავთ და რომელსაც მცირე საეკრანო დრო დაეთმო, მაგრამ მაინც ნახეთ ნოლანთან. მონსტრი, რომელიც ბოდიში სხვა ოდისეებში დიდად არ ჩანს. სადმე არის? მე მგონი ერთი მაგ მარტო არ ვიცი შეიძლება AI იყო ან შეიძლება ნამდვილად არ მახსოვს და ერთი მომენტი ვნახე რომ просто რაღაც 7 თავიან მას ებრძვიან არ ვიცი სწორედ თუ 6 თავიან მე მგონი AI იყო და არ იყო ეგ რეალური იმიტომ რომ არ მგონია ძველად ვიღაცას გადაიღო ეგეთი ისა რა და ეგ მონსტრიც არის კირკეს გადაქცეული მაგ არსებად რა კირკეს უყარდება ერთ-ერთი მოკვდავი გლავკოსი რომელიც მოგვიანებით ხდება სხვის ერთ-ერთი მბრძანებელი და ამ გლავკოს გადააქცევს თავად გადააქცევს ღმერთად იმიტომ რომ შეუყარდება და უნდა რომ მარადიულად გვერდით ყავდეს გადააქცევს ღმერთად და შემდეგ ამ გლავკოს უყარდება ერთ-ერთი ნიმფა რომელსაც ქვია სკილა ეს სკილა არის ჩვეულებრივი ლამაზი ნიმფა და ეს კირკე რომელიც გაბრაზებულია და შეურაცხყოფილია იმით რომ გლავკოსმა ვერ დააფასა მისი სიყვარული და სხვა ნიმფა შეიყვარა გადააქცევს აი ამ ნიმფას სკილად და მე არის 6 თავიანი ურჩხული რომელიც ჩდება მითოლოგიაში ზუსტად მაგიტო არის გადაწყვეტენ ღმერთები რომ გარიყონ კირკე თავიანთი პანთეონ თავიანთი სახლიდან და მე აი ამ კუნძულ აიაზე მოახვედრებენ და მთელი ამ დროის განმავლობაში მე წიგნში დაწვრილებით არის ნაჩვენები რას აკეთებს, როგორ აკეთებს და ასე შემდეგ. მოდი საბა რაზე გვესაუბრა, იცი ტროას აღების სცენა ნოლანთან. აი რა ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია და მე ეგრე კარგად დადგმული, არ ვიცი თუ არ მეთანხმები პირდაპირ მითხარი, თუ მეთანხმები ეგეც ეგრე კარგად დადგმული, ეგეთი მუსიკით, ეგეთი დაძაბულობით, კარგახანია მე არ მინახავს არც ერთი სცენა ფილმში რა. შენთვის როგორ იყო ეგ მომენტი? აგამემნონის შემოსვლის მომენტი. ხო, თუნდაც. აი ეს არის გამორბიან ორ მხარეს ეს ერთი ასე შემოდის. მე თვითონ ეგ როგორ გითხრა, ეგ ფლორი, ეგ ვაიბი თანამედროვეობაში არ ჯდება. ზოგადად შენი აზრით მაინტერესებს ეპიკა რამდენად არის ეპიკური ჟანრი უკვე, ეპიკური კინო, ეპიკა
სცენებში რა დიდებული სცენები. რამდენად უხდება თანამედროვე კინემატოგრაფს? თუ კარგად გადაიღებენ და ისე რომ აი დაგაჟრ მე მაგ სცენას დამაჟრიალო პირდაპირ აგამემნონი რო შემოდის? აუ რას ამბობ ჩემთვის ეგ ჯერ ხო აგამემნონის ის რომ ნახე აბჯარი თავიდანვე რომ დაიდო ტრეილერი მაგაზეც ხო იყო რომ ეს არ არისო აკურატული მე სავდი რო ხმასიღებს წვრილი ხო აი მაგაზეც ვილაპარაკებ ძალიან კარგად ეგ ჩემთვის ეგ არ მორი ძალიან კაი იყო და ეგ შემოსulis მომენტიც და მე მომეწონა. აი შენ რატო არ მოგეწონა ეგ განგვივრცე ეხა უფრო მე არ მომეწონა იმიტომ რომ დადგმა იყო უცნაური თორე მე აგამემნონის აბჯარს საერთოდ არ ვუწუნებ მშვენიერი აბჯარია სულ ერთია ეგ ისტორიულად არის ეგეთი თუ არა whatever რა არანაირი მნიშვნელობა მაგას არ აქვს ხატრულ ნაწარმოებებში. არა ბიჭო მე მაგ სცენაში ის არ მომეწონა რომ ანუ ისინი ანუ ალბათ არ მოხდებოდა ეგრე ხო ქორეოგრაფია იმიტომ რომ ანუ კარიბჭე იღება და ანუ ასე რატო შემორბიან ჯარისკაცები იმიტომ რომ ერთი აგამემნონი გამოვიდეს რატომაც არა შეიძლება პატივისცემი აგამემნონი არის მთელი რაზმი ასე ფიქრობს ერთ და იგივეს აგამემნონი შერიქიცადი მე აგამემნონი არის მთლიანი ბერძნული გაერთიანებების ლიდერი მიკენის მეფე რომელმაც ჩაიბარა აი თვითონვე ამბობს რომ მაგამდე საბერძნეთი არ იყო არა მე გავაერთიანე საბერძნეთი მე ვარ ის ვინც აიღო თავის თავზე რომ ყოფილიყო მეფეების მეფე რა და ეგ მომენტი ჩანს თუნდაც იმით რომ ყველასგან განსხვავებული აბჯარი აცვია ყველასგან ხო ანუ ეტყობა რომ შემოდის პერსონაჟი ეტყობა რომ ჩვეულებრივი ბერძენი მეომარი არ არის რა ეს არის რაღაც რომ კაც გონია რომ თავისთავი ღმერთია ფაქტობრივად ეხლა ეგ მომენტი მე ალბათ უფრო ეგრე დავინახე რაღაცა პირ კარიბჭე როგორც კი იღება და თავზარდამცემი კლიმოკლაუსტრა ხო იბატონ ეგ მომენტიც ხო ჩემთვის ძალიან კაი იყო ეგ ლუდვიგ გორანსონის მუსიკაც და მუსიკა ძალიან კაი თან ნელ-ნელა რო პიკამდე გადის და ნუ აი მართლა რაღაც ფოთვას იწყებ რა ამ ფილმში რა შულდის გაწევის მომენტში შულდი ბატონ შულდის გაწევის კაი მოდი ეხლა ცოტა გვესაუბრე ოდისევსის აი ამ PTSD-ის მომენტი განმორწოთ და მე კიდე გადავხდეთ გადმოხდეთ რაღაცებზე რა ნუ ოდისევსის PTSD-ის მომენტი იყო ის მომენტი რის გამოც ოდისეა შერაცხეს ყველაზე კონსერვატიულ ფილმად და გაქრისტიანებულ ოდისეა, თუმცა მანამდეც ყოფილა ოდისეაში, ოდისეების ეკრანიზაციებში PTSD-ის მომენტი, მაგალითად საერთოდ უცნობი ქართული კი არა და საერთაშორისო მაყურებლისთვისაც იტალიელი რეჟისორი ეგეთი ფრანკო პიავოლი. მას აქვს ფილმი ნოსტოს დაბრუნება. კი ბატონო. სადაც ძალიან ექსპერიმენტული ფილმია, არაფერი ტრადიციული თხრობითი ხერხები საერთოდ არ არის. ყველაფერი არის სიმბოლოები, ყველაფერი არის მხატვრული სახეების მიმდევრობა და მან ნაჩვენებია ზუსტად იმდენად კარგად არის გადმოცემული ოდისევსის შინაგანი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომ ომის მერე როგორ ცხოვრობს და როგორ ცდილობს სახლში დაბრუნებას და ეს სახლში დაბრუნება ეხმიანება მის გამოჯანსაღებას. ხო, მაგიტომ ამ ფილმის ფინალში საერთოდ არ ვიცით დაბრუნა თუ არა. ორაზროვანია ეს ფინალი რა გულისხმობ პიავოლის ფილმში. ნოსტოსში ხო. და ანუ იმდენად კარგად არის ეს წარმოჩენილი რომ ფსიქოთერაპევტები ამ ფილმს იყენებენ PTSD-ის კურნალობის დროს. მართლა? ხო და ამიტომ არაფერი ახალი ამაში არ არის. ის რომ ნოლანმა ამით ახალი კი რამე კი არ გააკეთა ის რომ ომის ტრაუმისგან განკურნება და გამოსვლა გვაჩვენა ნოლანთან ოდისეაში. ამით არაფერი ახალი არ გაუკეთებია პიავოლის აქვს უკვე უბრალოდ ნუ გასაგებია სხვადასხვა კალიბრია, სხვადასხვა ჟანრია, სხვადასხვა მოცემულობაა რა. ალბათ ნოსტოსი იცის ძალიან ცოტა ადამიანმა დღეს და ალბათ მაგიტო არის რომ არ ხო მარტო იტალიაშია ხო მეც არ ვიცოდი ერთ-ერთ ჩემი ლექციიდან გავიგე ფილმი და მეც ეხლა რომ პირველად რომ ნახე ნოლანთან ამ PTSD-ის მომენტი მეგონა რომ ნოლანმა მიხვდა მაგას და სხვა ვერ მიხვდა რა აქამდე მაგრამ ნუ არის ეთყობა როგორ ჩანს არის რა წარსულში არის რა ბევრი კი არ არის პიავოლი საკმაოდ არაპოპულარული გადაწყვეტილებაა ეგ ოდისეების ეკრანიზაციებში თითქმის კი არა პიავოლის და ნოლანის ხო არც არის ნოლანის კი არა და ოდისეების ეკრანიზაცია არ არის ბევრი ხო რამდენი პირდაპირ ეკრანიზაციები რაღაცა ნუ 50-იან წლებამდე თუ არ ჩავთვლით სუსუზუ ძველ 10-იანი წლების ეკრანიზაცია 50-იანი წლებიდან გვაქვს 50-იანებში ერთი ეკრანიზაცია 60-იანებში სერიალი კიდევ 80-იანებში აი ეს ნოსტოსი თუნდაც 90-იანებში კონჩალოვსკის და აგერ უბერტო პაზოლინი და მეექვსე ეს რა ქვია მაგას ნოლანი. ბევრი არ არის რა კიდევ შეიძლება რამდენიმე 1-2 ალბათ გამახსენდეს რა. თუმცა არის არასქემატური ეკრანიზაციები
ძალიან ბევრი რა. არასქემატურში ვეს გულისხმობ, რომ ოდისეა არის სახლში დაბრუნების ისტორია. სახლში დაბრუნების ისტორია არის ისტორია, რომელიც ხდება ყველგან. კი ბატონო. გაღმა ნაპირიც ოდისეის ეკრანიზაცია გამოდის, ხო? კი ბატონო. სახლში ბრუნდება რა. ხო. მამასთან, ტელემაქეს ამბავი. ტელემაქე ბრუნდება, კი ბატონო. რა ვიცი მე ინტერსტელარიც ოდისეა. ინტერსტელარი თავიდან ბოლომდე ოდისეა. ოღონდ ის არის კოსმიური ოდისეა, ცალკე კოსმიური ცალკე ოდისეა. კი ბატონო. ამიტომ როცა საუბრობთ იმაზე რომ ოდისეა ბევრია, თან ბევრი ახლა არ არის. პირდაპირ ეკრანიზაცია, მაგრამ არაპირდაპირი ყველა მეორე რა, ლამის რა. ჰომეროსთან რამდენად იგრძენია იქ PTSD-ის მომენტი? კითხვის დროს? კითხვის დროს. მე არ არის ეგ მომენტი ახლა. არც მე არ მიგონია. აი ცოტა კაცმა PTSD-ის შესახებ. არა, PTSD ომის ტრაუმა. ტრაუმა იყო მოგაჭრეს ხელი. ხო, არ მიდიოდა მაგამდე ამბავი, რომ ვიღაც დამჯდარი იყო და ეფიქრა, რომ მე რო იქ ტროაში ეხლა ვიღაცა მსახური მოვკალი, მაგის გამო სინდისი მივიდე, რომ ისევ სინდისის თემა არ იყო მაგათ. არა, კაცო ფსიქოლოგია და ის რომ რაღაც შეიძლება დეპრესია და რაღაც განიცადო. ნუ რაღაცები იყო ახლა თავისთავად, მაგრამ არ გამომდინარეობდა ის ადამიანის ფსიქიკიდან გამომდინარე რა, იყო სისხლის ეგეთი ტიპი თუ გაქვს, ესე იგი მელანქოლიური ხარ. აჰა. თქვა ჰიპოკრატემ. ხო. ანუ მეგონი ჰიპოკრატემ. თუ სწორად ახლა მაგრა გადავამოწმოთ და მე ეგა რა, ანუ სხვა აზროვნების ხალხი იყვნენ. და ამიტომ ეგ მომენტია თავიდან ბოლომდე რა. კი ბატონო. სოლიუს ბერძნები ითხოვდნენ ნოლანთან რომ ათამაშეთ ბერძნებიო რა წესიო. წერილი მიწერეს. წერილი მიწერეს ოფიციალურად. აუცილებლად ათამაშეთო. ვეფხის ყავსანი გადაიღონ. ოღონდას გადაიღონ და კარგად გადაიღონ. ეგრე რო გადაიღონ. მე ძალიან გამიხარდება ხა ტარიელს რო შთორნიკე გოგრიჭიანი რო ვნახო. და რა ვიცი კახა კინწურაშვილი ფრიდონის ან ავთანდილის როლში მაგარი რა იქნება, მაგრამ კრის ჰემსვორთმა რო ითამაშოს ან ვინმე სხვა იტყვი რამეს კარგი რო იყოს არაფერს არ ვიცი ცუდი რო იყოს ეხა ისეთ ხარისხში რო გადაიღონ ჩემთვის როგორც გადაიღეს ოდისეა ხმის ამომღები არ ვარ როგორც გინდათ ისე გაიგეთ მაგრამ ხმის ამომღები არ ვარ ვეფხის ყავსნის გადაღების პონტი იყო 20-იან წლებში თუ 30-იან წლებში დიდი გერმანელი რეჟისორი მეტროპოლისი ვისაც აქვს გადაღებული ფრიც ლანგი მაგას შესთავაზა გერონტი გოგიჩიძე პირველმა ქართულმა პროდიუსერმა რომ წლებში იძახი 20-იანი წლები 20-იან წლებში შეიძლება 30-იანები ჩავიდა გერმანიაში არა გვაქვს ასეთი ამბავიო თქვენ ხო გაქვთ ნიბელუნგებიო და ხო გადაღებული ფრისყაოსანიც გადაიღეთ ბარემო და ამან ნუ ძალიან ბევრი ფული მოითხოვა და მაგიტო არ შეიძლება გამოვიდო და ისეთი ვეფხისტყაოსანი როგორიც ნუ ახლა გერმანელი ამდენად გადაიღებდა ვეფხისტყაოსანს კაცმა არ იცის მაგრამ სადა საეჭვო გვაქვს მარტო ქაჯეთის ციხე 30-იანი წლების რომელიც ნუ ტრეშია კი ბატონო და გვექნებოდა აგერ სოფლიოში ალბათ ყველაზე დიდი ყველაზე გავლენიანი რეჟისორის იმ პერიოდის ყოველ შემთხვევაში მიერ გადაღებული ვარიანტი რა როგორც მინიმუმ ხო სოფლიო ბაზარზე გვექნებოდა რომ აი კაი უცებ მინდა აგამემნონზე გიპასუხო რა აგამემნონი ფილმში ჩანს დაახლოებით 4 წუთი მეტი არა მაგრამ მაგ კაცის აურა ფარმინგზე გამოვიყენებ მაგ სიტყვას მთელი ინსტაგრამი მთელი სოციალური ქსელები გადაჭედილია რომ კაცია რომელიც მართლა დადის ღმერთივით მთელი ფილმის განმავლობაში მაგრამ რომელსაც ერგო ყველაზე ცუდი ბედი იმ ადამიანებისგან ვინც იბრძოდა ესე ვთქვა ტროის ომში და სახლში ჩასული თავისმა მეუღლემ კლიტენმესტრამ თავის საყვარელთან ერთად დანიყელი გამოჩნდა პირდაპირ. წეგა ნახსენე რომ ხმა ბენ სეფტის ხმა არ არის ისეთი დამაჯერებელი როგორც მისი ვიზუალი და ჩემი აზრით რითი იხსნება ეგ პირადად ჩემი აზრია რა. ფილმში არ ჩანს არც აგამემნონის დიდად სახე ის ბენ სეფტის რა. აი ეს პირდაპირ სახეს ვერ ხედავთ და მისი ხმაც არის ისეთი ძალიან სუსტი რა. მე მგონია რომ ამით ხაზგასმა იყო იმაზე რომ რამდენადაც აგამემნონის ვიზუალური მხარე თუნდაც აი ეს წარმოდგენა თავის თავზე რომ ბერძნების მეფეა და ასე რამდენადაც დიადია ეს იმდენად პატარაა ეს ტიპი პიროვნულად აგამემნონი თუნდაც იმიტომ რომ ილიადა რო გავიხსენოთ რას აკეთებს ილიადაში ქალს ართმევს აქილევს რომელიც არ ეკუთვნის მას და ამის გამო აქილევს განუდგება ბერძნებს და ამის მერე ხდება ყველაფერი მთელი წაგებები უბედურება და აგამემნონი არის სულიერად პატარა კაცი ფიზიკურად დიდი კაცი მაგრამ სულიერად ძალიან პატარა კაცი და მე მგონია რომ აი თუნდაც აი ჰადესში რო ჩადის ოდისევსი და იქ რო ხდება და მართლა ისეთი ხმა აქვს რომ გავიგე მეთქი გეშლებათ ეს არ არის აგამემნონი მაგრამ რეალურად მე მგონია რომ ეგ გაცვლო თუნდაც სახე რო არ ჩანს მე მგონია რომ აქ უფრო
გამახვილებული ყურადღება ფიგურაზე, როგორც აგამემნონზე და არა პიროვნებაზე რა. პიროვნება ვნახეთ, რომ არის ძალიან სუსტი, ძალიან უმწეო, თავისი ცოლი და თავის საყვარელი გეგმავენ მკვლელობას და სახში რო ჩადის იქ კლავენ. ამიტომაც მე ეგრე შევუყურებ აგამემნონის პიროვნებას, მაგრამ იმდენად დახვეწილი აბჯარი ეცა ფილმში, რომ ეგ ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო რაც მინახია და აღარ მივაქცია ყურადღება დანარჩენს რა. ჰელენე, ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი პერსონაჟი, მიუხედავად იმისა, რომ ოდისეაში არ აქვს დიდი როლი, მაინც ჰელენე როგორ წარმოგვიჩინა ნოლანმა ფილმში და სახეზე აქვს შრამი. ნუ ხო, იმიტომ რომ შენ როგორ გონია რატო, საიდან მოდის ეგ მომენტი, რატო? ახლა ხალბა ხელა ამბავი გამოიარა და ისევ შვენიერი დარჩეს როგორიც იყო, ცოტა უცნაური იქნებოდა ეს ძალიან მითოლოგიური იქნებოდა. იმიტომ რომ მისი განსაზღვრება ისაა რომ შვენიერია. შვენიერების გარდა ჰელენე უბრალოდ ჰელენეა რა. ანუ არავინ არა მაგის იქით ხო რეალურად და ამიტომ აქ ცოტა გაადამიანურებული ვერსია რო გვაქვს. ალბათ მაგიტო რომ არც ისეთი იდეალური არ არის როგორც აღწერე. აწლიანი ომი სახეზე არ დაგეთყოს. ხო, კი ბატონო რა. კი. და არ შეიძლება მენელაუსმა მე უფრო მაგ მომენტს ვემხრობ. იმიტომ რომ ხო ჯონ ბერნთალი ეგეთ გარეგნობის კაცი არის. ხო, პროსტა ეს არ წამოიყვანდა სახლში, არ დაისვოდა და არ ეტყოდა რომ გავაგრძელოთ ისეთი ცხოვრება როგორიც ადრე გქონდა რა. სხვათა შორის ჰელენეზე 1-2 სიტყვა რო ვთქვათ ეხლა დავიწყე ევრიპიდეს ტრაგედიების კითხვა და ერთ-ერთი არის იფიგენიას ტრაგედია რა. ფილმში სხვანაირად გადმოცა ნოლანმა, რომ თავის პატარა ქალიშვილს აგამემნონი წირავს მსხვერპლ არტემის იმისათვის, რომ ზურგის ქარი მიიღონ და ავლისიდან დაცრან თავისი არმია. ეს ავლისი იყო ადგილი, სადაც შეიკრიბნენ ბერძნები, სანამ ტროაში გაემგზავრებოდნენ და უბრალოდ გაატანა ეს თქვა წყალს თავის ქალიშვილი, რომ მიიღო ზურგის ქარი. მაგრამ რეალურად ეს მოხდა შემდეგნაირად, რომ იფიგენია აგამემნონის ქალიშვილი უნდა მიეთხოვებინათ აქილევსზე ესეთი საერთოდ თავიდან რომ დავიწყოთ ავლისში რაც მოხდა აგამემნონმა გააბრაზა არტემისი ესე ვთქვათ რა ქალღმერთი რომელმაც ნადირობის თუ ტყის ნადირობისაც და ტყისაც მე მგონი რა რომ აგამემნონმა მოკლა ერთ-ერთი შველი რომელიც ერთი ვერსიით იყო წმინდა ირემი აი ამ არტემის მეორე ვერსიით უბრალოდ დაიძახა რომ მე ისეთი მიზანი მაქვს რომ არტემისაც შეშურდებაო და გაბრაზდა ეს არტემისი წაართო ბერძნებს ზურგის ქარი და ვერ გადიოდნენ ავლისიდან და რო კითხეს კალკას წინასწარმეტყველს რომ რა ვქნათ როგორ რა გვიწინასწარმეტყო უთხრა რომ აგამემნონმა უნდა ადგეს და თავის საყვარელი ადამიანი იფიგენია უნდა შეწიროს მსხვერპლად აგამემნონმა გაგზავნა წერილი თავისთან სამეფოში უთხრა რომ წამოიყვანეთ ეს იფიგენია მოდით ჩემთან რომ აქილევს უნდა მივათხოვო რომ აი რა აქილევსი ის არის რა ნუ ღირსეული ადამიანი მივათხოვდა რომ ჩამოდის მე კლავს თავის შვილს და მე ნუ თავის სოლი ვერ მოინელებს ამბობს და როგორც ფილმში აჩვენეს სახლში დაბრუნებულს მოკლავს ეს არის რეალური ისტორია მაგ სცენის რა და ეხა ნოლანი მაგდე რაღაცას ვერ მოყვებოდა ფილმში შესაბამისად უფრო ნაკლებად მცირე იმით გადმოგვცდა მაგ ტრაგედიაში ასევე არის ნაჩვენები და ნათქვამი აგამემნონის და მენელაუსის დაპირისპირება რა. იქ მენელაუსი ეუბნება აგამემნონს, რომ იცი რა შენ თავიდან არ არის აგამემნონი ეგეთი ძლიერი ადამიანი, რომ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ თავის ქალიშვილი უნდა შესწიროს, მაინც ორჭოფობს რა და მენელაუსი ეუბნება, რომ შენ ეხლა რომ შევკრიბი აქამდენი ადამიანი და რო გვეუბნები რომ უნდა წავიდეთ, ეხლა რატო გადაიფიქრე, რატო ვერ მიყავს საქმე ბოლომდე. და ეს მენელაუსი აგამემნონი პირდაპირ ეუბნება, რომ შენი ცოლი ღმერთებმა განგარიდეს, ანუ ნიშანი მოგცეს, რომ არ არის ეგ ქალი პატიოსანი ქალი რა, არ არის ეგ ქალი ის რომელიც შენ გამოგატყიო და შეეშვიო რა, ნუღა გაყვებიო. მაგრამ მენელაუსი პრინციპული კაცი იყო და მენელაუსი ადგა და საბოლოოდ მივიდა და მაინც ინება რომ ტროადან წამოეყვანა ეს თავის ამიტომაც ჰელენი არც ისეთი იდეალური პერსონაჟია ოდისეაში, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. და ჩემი აზრით აი ეგ შრამი ზუსტად მაქედან მოდიოდა, რომ არ არის დადებითი და არ არის ესე თქვა კარგი პერსონაჟი არც ჰომეროსთან და მით უმეტეს არც ნოლანთან რა. ოკეი. მოდი ახლა დასასრულზე გითხარი ცოტა უფრო ისე, დასასრულის კონცეფცია მე გითხარი უკვე რომ მე მგონია მეთქი რომ ბოლოს ოდისევსი კვდება. საინტერესო ხედვა. ხო, მე მგონია და მან დარი აი ის ინსეფშენის მომენტი გახსოვს ბოლოს რო შედის ნუ ბოლოს არ ვიცით არ ვიცით როგორ რჩება და არის თავიდან ბოლომდე მაყურებლის გადაწყვეტილებაზე ეგ ამბავი ზღაპარში არა სიზმარში ხო სიზმარში მე ეგრე მგონია სიზმარი რომელიც ზღაპარი იმიტომ რომ ინსეფშენთან პარალელები არის კიდე რა მე დავიჭირე კალიფსოსთან როცა არის ჩასული და კალიფსოსთან და ინსეფშენთან როგორც არის თავის ცოლი რო ეუბნება სიზმარში რო არიან გახსოვს და თავის სოლი ეუბნება რომ სიზმრების სამყარო ძალიან კარგად ვართო რა
რატომ უნდა წახვიდო? ყველაფერი გვაქვს უაკ. მაგრამ ნუ მაინც კობის პერსონაჟს, ანუ ლეონარდო დიკაპრიოს პერსონაჟს უნდა რომ სახლში დაბრუნდეს, იმიტომ რომ იცის რომ იქ არ არის რეალობა. რეალობა შვილები რეალურ სამყაროში ყავს და ეცოლი ეუნება რომ აქაც კარგად ვარ, ჩვენი სამყარო ავაშენეთ. იგივე გზას გამოდის კალიფსო და ოდისევსი. კალიფსო ეუბნება რომ ძალიან კარგად ვართ ამ კუნძულზე, რა ყველაფერი გვაქვს. თან ეს კუნძული გარეთვალისთვის შეუმჩნეველია, ვერავინ ვერ მოვა. მე და სად მიდიხარ? უკვდავი ხარ. იცოცხლებს სამუდამოდ. რატომ მიდიხარ? მაგრამ ოდისევსი არის კაცი, რომელსაც უნდა დაბრუნდეს ერთადერთი, როცა გადადის თავის ითაკადან და მიდის პირველი ნაბის გადადგავს ტროისკენ 20 წლის წინ, იქიდანვე აქ ეგაზი რომ სახლში უნდა დაბრუნდეს. ამიტომ მისი ეს ყველა ნაბიჯი რომ თუნდაც აი ეს ბოლოს ტროას ცხენ ეგ მაგ მომენტზე მინდა გკითხო კიდე რა შენი აზრით აი ბოლოს რომ თავდება მონოლოგზე როგორი იყო ოდისევსის მონოლოგი რომ უბრუნდება თავის მეუღლეს და იქ რო იხსენებს რა გააკეთა ტროაში რეალურად და მე მან რო იხსნება ვინ არის რეალურად ათენა და რატო აქვს მაინდა მაინც ზენდაიას სახე. აი მაგაზე გითხარი 1-2 სიტყვა. როგორი იყო ეგ სცენა შენთვის? ნუ ეგ სცენა ეგ მონოლოგი იყო აი იმ ტანჯბის და იმ სინდისის კენჯნის დრამატურგიული ბოლო რა ეგ მაგ ყველაფრის გახსენება. და ათენას მომენტი არ მახსოვს რო არ მოგატყუო. შენ ორჯერ უყურე. მე ორჯერ უყურე ფილმს ხა მე ორჯერ უყურე. მოკლედ რომ მიდის და ბოლოს რო უყვება თავის მეუღლეს არიცი ჯერ მაგის მომენტ პენელოპემ რო ოდისევსი უბრალოდ მათხოვარი ქონია და უყვება რა რომ იქ რა მოხდა როგორ ააგო ოდისევსმა ცხენი გადმოვიდა იქ რა ამბები დაატრიალეს ტროაში და მის თვალწინ მოკლეს ერთ-ერთი ღვთისმსახური რომელსაც აქვს ზენდაიას სახე უბრალო ღვთისმსახურია და ეს ჩარჩა როგორც სინდისის კენჯნა რომელიც ოდისევს ნოლანთან გვაქვს და სხვა ჰომეროსთან არა ეს სინდისის კენჯნა ჩარჩა და ეს დავყვება მთელი ფილმი და ეს მომენტებში გლიმპსები აქვს ხომ ათენას რა ელაპარაკება და ეუბნება და რაღაცა მითითებებს და რჩევებს აძლევს რა აი ეგ მომენტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი აზრით და მაგან აი PTSD-ის ამბავში ძალიან მაგრად წაიყვანა რომ რეალურად ოდისევსმა ეგ ტროას ცხენის აგების ამბავი განა იმიტომ მოიფიქრა რომ ტროელებს ერჩოდა რაღაცას ოდისევს ტროელებს არაფერი გასაყოფი არა აქვს რა ერთადერთი ვისაც აქ არიან მენელაოსი იმიტომ რომ ცოლი უნდა წამოიყვანოს აგამემნონი იმიტომ რომ უნდა რომ ტროა აიღოს სხვას არც ერთ მიუხედავად იმისა რომ ფიცი აქვს დადებული სხვა ბერძენ მეფეებს რომ თუ ვინმე ჰელენეს გაიტაცებს უკან უნდა წამოიყვანონ და უნდა დაუდგნენ გვერდში პირადი ინტერესი არავის არ აქვს იქ ტროას აღებასთან მათ შორის არც ოდისევს რომელიც რეალურად არ იყო ჰელენეს ხელის მთხოვნელთა რიგებში მაგრამ მადელინ მილერთან არის მაგათ ეგეთ შეცვალა და ეგეთ სხვანაირად გვაჩვენა მაგასთან არის ჩვეულებრივ არ არის რა რეალურად სხვა ადამიანი პენელოპა ყავს იმას უკვე რა და ამიტომაც ეგ გადაწყვეტილება არ იყო ოდისევსის სურვილი რომ აეგო მაინდა-მაინც იმიტომ რომ აეოხრებინა ტროა ეგ იყო იმიტომ რომ დაბრუნებულიყო სახლში და აი ეგ დილემა რომ იმისათვის რომ სახლში დაბრუნდეს უნდა ააგოს ტროას ცხენი მაგრამ ტროას ცხენს რო ააგებს და იქ რა ამბებს დაატრიალებს და რომ არ გაშლიტავენ მთლიან ქალაქს მე ეგ უბრუნდება უკან და მთელი ცხოვრება დაასწრებს როგორც ტანჯვა მე ეგრე დავინახე ეგ მომენტი ოკეი თუ არ მეშლება მან ხო ათენას კანდაკებას თავს მოაჭრის აქედან იწყება ძალიან მაგრა გადაღებული ეგ მომენტიც კი, ჩემთვის არის. კაი, მოიცა. ამხელა კანდაკებას თავს მოაჭრის და ერთი ნაპერწკალი გამოვა მარტო. რაღაც ცოტა უცნაური. შენი ძახი ტექნიკურ მხარეზე როგორ იყო მე გადაღებას რას ვიძახი, იცი რომ ამ ქალს რო დააყენებენ ზენდაიას პერსონაჟს და თავს რომ მოაჭრიან და უცებ არაჩვენებენ მაგას და აჩვენებენ რომ ათენას კანდაკებას თავს აჭრიან. აი შენ მონტაჟს გულის. კარგად იყო ეგ მონტაჟი თორე ხა. ეგ ერთი ნაპერწკალი გამოვარდა თუ რაღაცა ნუ ხო. ანუ ის იყო რა ის დამაკლდა. როგორ რეალიზმი მაგ იმაში მარილი დამაკლდა. ხო. მოდი მაშინ ეს შეჯამების კუთხით რო გავიდეთ საბა არის თუ არა ის ფილმი რომელიც ხალხს გაუჩენს ინტერესს ჰომეროსის და ოდისეას მიმართ იცი რა თანამედროვე კინემატოგრაფს მით უმეტეს მასობრივ ნუ ციფრებით რო ვისაუბროთ ალბათ ოდისეის და ჰომეროსის გაყიდვით გაიზარდა ნებისმიერ შემთხვევაში. წესით, კი. ახალი თარგმანები იქნება, ყველაფერი იქნება რა, რაღაც პერიოდი. თუმცა თანამედროვე კინემატოგრაფს ერთ პრობლემა აქვს, რომელიც სულ მაფიქრებს რა, რომ აი რატო ვერ არის
თლად ისეთი კარგი თანამედროვე კინემატოგრაფი როგორც გვინდა რომ იყოს რა ეს არის ალბათ ის რომ თანამედროვე კინო არ შობს აზრებს რომლებიც საზოგადოებისთვის იქნება განხილვადი აი რა გახსენდება მასობრივი კინოდან თანოსის დილემის შემდეგ ისეთი აი ცხარედ განხილვადი თემა კინოს მიერ შობილი თანოსის დილემა მართალი იყო თუ არა ამას გულისხმობ? ხო. აი მაგის მერე ეგ არის 2018 წელი. 2018 წელი ეგ პერსონაჟი და რო გამომდინარეობდეს მაგას სახე? ის რომ კინო დაბადოს ისეთი აზრი, რომელიც საზოგადოებაში არის მნიშვნელოვანი. შეიძლება არის, ეხლა რო არ მოვიტყო, მაგრამ ეხლა არ მახსოვს. აი წელს გამოვიდა ფილმი არმი ჰამერი თამაშობს Citizen Vigilante, ეგრე ქვია. უვე ბოლის ფილმია, ცუდი ფილმია კაცო, კი არ უყურო. მაგრამ ანუ ფილმი არის მიგრანტებზე და ის თუ როგორ აიღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობს ერთი ადამიანი, რომ უსამართლობა გამოასწოროს და მოუვა ზედმეტი ბოლოს რა. ძალიან კაცრი ფილმია, ძალიან პირდაპირი რა და მაგან შვა აზრები. ძალიან სერიოზული აზრები რა, განხეთქილება, ხო, ოკეი. თუმცა ფილმის აშინელება, ანუ მე გულისხმობ კარგ ფილმს, კარგ მაგალითებს, ხო. და აი ოდისეა რამდენად იქნება ეს ფილმი, ну გამოვიდა უკვე რა. ხო. მეეჭვება. არის თუ არა ეს აქვს თუ არა ნოლანის ფილმოგრაფიაში ოდისეას განსაკუთრებული ადგილი? აქვს და მაგაზე ვილაპარაკებ პრინციპში რა ადგილი აქვს რა. კი ბატონო. მე ვერ დავაყენებდი ოდისეას ნოლანის საუკეთესო ნაშრომებს შორის, შენ ვიცი რომ სხვანაირად ფიქრობ. კი ბატონო. ეს არ არის ტენეტი, არანაირად. ტენეტზე ბევრად სერიოზული ნაშრომია, მე ოპენჰაიმერსაც მირჩევნია, ოდისეა. თუმცა ცოტა უკარო გადავიდეს ვერა. მაგნუმი ამ რეჟისორს უკვე ზურგს უკან აქვს. აჰა. ანუ არის კარგი, არის ღირებული, მაგრამ არ არის ერთ-ერთი საუკეთესო ნოლანის შემოქმედებელი. ნუ ხო. რომ დავწავიდეთ ისევ Dark Knight-ებისკენ და ნუ არა ხო, Dark Knight-ი Batman-ის ტრილოგია ზუსტად ისა რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნოლანს მითოლოგიასთან უმუშავი. და ეგ მითოლოგია საკმაოდ ისეთ კონსერვატიულ იმაში გადაიტანა, ხო? ანუ ბეტმენი თავისთავად ძალიან კონსერვატიულია, გაგებით რა. ანუ მითოლოგიასთან უმუშავია აქამდეც. რა თქმა უნდა, ბეტმენის ტრილოგია ბევრად უკეთესია ჩემთვის, ვიდრე ოდისეა, ინტერსტელარი იქნება, ინსეფშენი იქნება, პრესტიჟი იქნება. და მე დანარჩენებს ახლა მანამდელ ფილმებს არ გულისხმობ, იმიტომ რომ მაინც ის იყო, რა ქვია, აღმასვლის მოცელა იყო, მომენტო განსაკუთრებული ფილმი, Following-იც ძალიან საინტერესოა. კი, თუმცა ფილმმა არის ის და ნახეთ Following-ი, მე სრულმეტრაჟი პირველია, ხო? ნოლანის Following. აუცილებლად ნახეთ, ძალიან გამორჩეული და მიხვდებით, აი, რატო იყო თავიდანვე განსაკუთრებული რეჟისორი ნოლანი. კი, და მანდაც არის სისტემები, რომელიც ეხმიანება ოდისეას. კი. და თვითონ თქვა ნოლანმა, რომ ყველა ის ფილმი, რომელიც გადამიღია, მოდის ოდისეადან. ანუ საბოლოო წერტილი მაინც იყო ის, რომ ადრე თუ ნოლანი მოვიდა და ოდისეასთან. მის ფილმოგრაფიაში ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ, რაც აბსოლუტურად გემოვნების ამბავია, რამდენად კარგია, ცუდია ეს ფილმი. მე ალბათ ხელახლა ამ ფილმს თუ არ დამჭირდება, არ ვუყურებ რა. თუმცა ის ამბავი, რომ ნოლანის ფილმოგრაფიაში ამ ფილმს განსაკუთრებული ადგილი აქვს, იმ გაგებით, რომ საბოლოო ჯამში ნოლანი უნდა მისულიყო ოდისეის გადაღებამდე რა. მაგ მხრივ მნიშვნელოვანი ფილმია. ანუ იმას გულისხმობ, რომ თუ ადამიანს ნოლანის გაგება უნდა, ოდისეას უნდა უყუროს. კი. საბოლოო მაგას ვერ აცდება. ტენეტ შეუძლია არ უყუროს. ოპენჰეიმერთან პარალელი, ის ოდისეას ძალიან დიდი. ორი ადამიანი, რომელსაც შექმნეს ისეთი რაღაც, რომელიც რეალურად თავიანთი სურვილი არ იყო. და მე განიცდია. და მე განიცდია, ტრუმენთან რომ მიდის ოპენჰეიმერი და რო ეუბნება, რომ გონია რომ სისხლში მაქვს ხელებიო. გახსოვს ეგ სცენა? ოპენის ტრუმენი იღებს ხელს და ეუბნება, რომ არავის არ ადარდებსო რა. ჰიროშიმაში, ნაგასაკიში ვინ ააკო ბომბი. მათ ადარდებთ, ვინც ჩამოაგდო. და ახლობთ იგივე ვარიანტია აგამემნონი და ოდისევსი რა. ოდისევს ააკეს განცდა და ის რომ ცუდი რაღაც გააკეთა, აგამემნონს საერთოდ არ აინტერესებს ეგ ამბავი. იცის რომ ის გააკეთა რაც უნდა ეკნა და ბუნებრივი არც ის აინტერესებს ოდისევს ეხლა იქ ტრამვა აქ ცუდად იგრძნო თავი ეწყინა თუ რა იყო რა. მარტივად რომ მოკლედ რო გითხრათ ჩემი დამოკიდებულებაც 7 თვის წინ დაიდო დაახლოებით ოდისეას პირველი ტრეილერი, საერთოდ ისე ვიცოდი რომ ნოლანი მუშაობდა ოდისეაზე, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა მაგ ისტორიაზე, არც ილია და არც ოდისეა დაკითხული არ მქონდა, გავლენაზე რო აღნიშნო, რამხელა გავლენა იქონია ერთმა ორწუთიანმა ტრეილერმა რა.
მაგ ტრეილერის გამოსვლის მერე იმ დღესვე დავიწყე ოდისეას კითხვა და მალევე დავასრულე, იმ დღესვე მერე დავიწყე ილიადას კითხვა, მალევე დავასრულე, მაგის მერე იყო ზუსტად ეს კირკეს და სიმღერა აქილევსის ამბო და ბოლოს დავამთავრე ენეიდათი. რა, ანუ ეს ფილმი რო არ გამოსულიყო, ადრე თუ გიან სავარაუდოდ მაინც მივიდოდი ბუნებრივი, იმიტომ რომ ეხლა როგორ შეიძლება არ მიხვიდე იმ წიგნამდე, რომელმაც წიგნებს დავუდო და მთლიან ლიტერატურას დავუდო საფუძველი, მაგრამ ნოლანის ოდისეამ ჩემთვის დააყენა ის დრო, როცა მე მივედი და ავიღე ეს მასალა და შევისის ხორცე ესე რო ვთქვა. და ამიტომაც ჩემთვის არის და იქნება როგორც ერთ-ერთი საუკეთესო და ძალიან მნიშვნელოვანი ფილმი არა მარტო ნოლანისთვის, არამედ ჩვენთვისაც რა. თუ ფინალში კიდე რამის თქმა გინდა, მოგისმენ დიდი სიამოვნებით. რა, ყველაფერი ვილაპარაკეთ რა, გამოგჩა, ეხო ფიქრობ რამე ხო არ გამომრჩა ისე. ხო, მეც მაგას გინდა ძალიან იმდენი რაღაც იყო, რომ ნოუთები გავაკეთე, რომ არ გამომრჩეს, მე 30 საკითხი იყო, რომ დამრჩა სახლში და თავი რატო არ დაგრჩა. და ტელეფონის გადაღებულ ფოტოებს უყურებდი, რომ ეხლა რაღაცა არ გამომრჩეს მეთქი რა. კაი, თუ არაფერი გაქვს ჩემო მეგობარო სათქმელი, დღეისათვის სულ ეს იყო მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა საბას, ძალიან დიდი მადლობა, რომ ესე ვთქვათ, კომპანიონობა გამიწია და გამომიყვანე ამ ჩემი ოთახიდან, სადაც ვიდეო კამერის გარეშე ხმას ვერ ხავ მარტო და როგორც მე ესევე ჩემ მაყურებელს დიდი ალბათობით მობეზრდა. კაია რომ რაღაცნაირად გადავათამაშეთ ეს ამბავი და სხვა ფორმატით დაგიბრუნდით. კიდე ერთხელ გეტყვით, ჩვენ დღეს ვართ დაფნეს პოდკასტ სტუდიაში, რომელიც არის საბურთალოზე, იოსებიძის 69 ნომერში, შეგიძლიათ მოხვიდეთ, დაჯავშნოთ სივრცეები და აი ესეთი ლამაზი ფონების გარემოცვაში ჩაწეროთ თქვენთვის ასურველი ლექციები, პოდკასტები და ასე შემდეგ. დაგემშვიდობებით დღეისათვის, ჩვენ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში სულ მალე ახალი იდეებით და იმედია ეს არ იქნება საბასთან ბოლო კოლაბორაცია და დაგიბრუნდებით კიდე უფრო საინტერესო თემებით. აბა ნახვამდის გამოიწერეთ ახლა და აუცილებლად როგორც ჩემი, ასევე საბასი, რომელიც იქნება მითითებული ვიდეოს აღწერაში. დროებით.